საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. დღეს ირაკლი კობახიძე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა თითქმის 2 საათს გაგრძელდა. ვინდა განცხადება გააკეთა და რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე, გიყვებით საქმიან საღამოში. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული მონაცემებით 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 მილიარდ 600 მილიონი ლარის გადასახადები შევიდა. ეს გეგმით განსაზღვრულად 9 მილიარდ ლართან შედარებით 1%-ით მეტია. ანგარიშის თანახმადვე გაზრდილია ყველა გადასახადის მობილიზება გარდა მოგების გადასახადისა. ბორჯომის ჰოლდინგის მფლობელმა კომპანია რისა ინვესტმენტ ლიმიტედმა 2024 წლის ფინანსური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯგუფმა შემოსავალი 120 მილიონი დოლარით 556 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამასთან გასულ წელს კომპანიამ 84 მილიონი დოლარის წმინდა მოგება მიიღო. მოგესალმებით, საქმიანი საღამოა გადაცემა ბიზნესზე, ეკონომიკაზე და გეოპოლიტიკაზე. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია ვართ. დავწყოთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის ახალი მინისტრი მარიამ ხრუიშვილი დღეს ბიზნესმენებს შეხვდნენ. შეხვედრის ინიციატორი მთავრობის ადმინისტრაცია იყო და ის როგორც ჩანს, იმ შეხვედრის გაგრძელებაა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გასული წლის ბოლოს ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარების ფონზე შედგა. შეხვედრის შემდეგ მედიასთან ბიზნესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. ძირითადად ბიზნესზე იყო საუბარი. რაც თქვენ გაინტერესებს პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა. თემა არ ყოფილა. ამიტომ არც არავის დაუსვეს, ძირითადად ბიზნესზე იყო საუბარი. გამოწვევი საინტერესო იყო, რომ როგორ გავახმაურო არ ვიცი, იმის შეიძლება ხერხულია, მაგრამ ოპტიმიზაცია იქნება, უსაქმურების შემცირება იქნება, სახელმწიფოში ბევრი უსაქმური ყოფილა. ხო, ვიცოდით, მაგრამ ეხლა ხდება მათი შემცირება. შეხვედრა იყო ესე როგორ თქვათ, რომ მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრს უნდოდა, რომ ბიზნესმენების მიმართულებით გამოეხადა, პირველ რიგში გადაგვიხადა საერთაშორისო პირველად, რაც ჩემი თავი მახსოვს გადასახადების სწორ გადახდაში, ბიუჯეტის შევსებაში, კარგი იყო. დანარჩენი ისეთი, აი თქვენაც გაინტერესებს, რომ რაღაცა სკანდალი მოხდეს, მაგრამ არ ყოფილა. მე მგონია, რომ ესეთი შეხვედრებზე გეგმებზე, პრეზენტაციებზე, სტრატეგიებზე არ საუბრობენ რა. ასაუბრება იყო რა. აძლევს ბიზნესს ასეთი კომუნიკაცია. мотивациას. ბიზნესს აძლევს мотивაციას. მეტი არა мотивация. ბატონო თემურ, მაგალითად ხაზარაძე ჯაფარიძის საკითხი ხო არ დაუყენებია ვინმეს ან თქვენ? არ და მე ცრა მე გეტყვით რომ ხაზარაძე მამუკაზე ხარ ვიყო გვერდები მამუკა და ბადი ჩემი მეგობრები არიან და გამიცდი ძალიან ამ თემას. ხშირად ვსაუბრობ, მაგრამ ფორმას გააჩნია სადმე დაილაბარო ამ თემის გარშემო. ეს ფორმატი არ ყოფილა. საკმაოდ ბევრი საინტერესო საკითხი იყო, რომელზედაც გავცვალეთ პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან აზრები, საკმაოდ ბევრი ახალი ინიციატივაც გაჩნდა, რაც მახარებს და სასიამოვნოა და მიხარია ის, რომ დღევანდელ რეალობაში ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად ზრდაზე და წახალისებაზე ვისაუბროთ. ინიციატივები იყო თითქმის პრაქტიკულად ყველა ძალიან ბევრ სეგმენტში, იყო ჯანდაცვის სექტორშიც, დეველოპმენტის სექტორშიც, იყო ტრანსპორტის სექტორშიც, მომსახურების სფეროშიც, ასე რომ საკმაოდ ბევრია, რომელზედაც ახლა ცალკეულად საუბარი გამიჭირდება. პირველი თემა ეს იყო წახალისების მიზნით გარკვეული სტიმულაციების გაკეთება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ უფრო მეტი სტიმული ჰქონდეთ ინვესტიციების შემოტანის საქართველოში. საკმაოდ ინფორმატიული შეხვედრა იყო, როგორც ხედავთ, ხანგრძლივი და რა გამოწვევები დასახელდა და მთავარი რა არის ახლა, რაზეც კონცენტრირება უნდა მოხდეს, როგორც სამთავრობო გუნდის, ასევე ბიზნეს სექტორში. საუბარი იყო თუ რა გზით შეიძლება გაიზარდოს ეკონომიკა მაქსიმალურად. საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით. არის გამოწვევები და ეს გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან. მხედველობაში მაქვს ეკონომიკური განვითარება
და ზოგადად ქვეყნის გამოწვევა რა. აქ არის ენერგეტიკის მხარე, აქ არის ზოგადად დემოგრაფიის მხარე, ზოგადად ქვეყნის განვითარება და კურსი. კონკრეტულად რა პრობლემებზე ისაუბრეთ შეგვიძლია? ყველაფერი კარგად იქნება. ნაყოფიერი შეხვედრა შედგა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებს. პრემიერ-მინისტრმა თავის მხრივ მათ გააცნო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შემდგომი გეგმები, ხედვები, ისევე როგორც მსხვილი ინფრასტრუქტურული გეგმიური პროექტები, რომელთაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ და იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების გზაზე. ამავდროულად ჩვენ მივსჯელეთ საერთო სამუშაო პროცესებზე, რომ ჩვენ ვიქნებით და ვართ ღია კერძო სექტორ თანამშრომლობის კომუნიკაციის კუთხით და დარწმუნებულები ვართ, რომ საერთო ძალისხმევით ერთობლივად შევძლებთ, რომ ახალი პროექტებს ჩაუყაროთ საფუძველი, რომელიც ხელშეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. საქართველოს და ჩინეთის შორის შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აღდგეს. ამ თემაზე ორივე ქვეყნის მხარეებმა ერთობლივი კომისიის ხდომაზე ისაუბრეს, რომელიც პეკინში გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით მხარეებმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებაზე მოლაპარაკების მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულების მოლოდინი დააფიქსირეს. მათივე თქმით, შეთანხმების გაფართოება სავაჭრო ურთიერთობებს გაამარტივებს, რაც ჩინეთის ბაზარზე სხვადასხვა ქართული პროდუქტის მოხვედრას გაამარტივებს თავისი არსით. 2024 წლის მონაცემებით საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა $1.9 მილიარდი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 17%-იანი ზრდაა. შედეგად, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო პარტნიორად რჩება, რომელიც 8.1%-იანი ბრუნვით ჩამონათვალში მეოთხე ადგილს იკავებს. თუ კი ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა დაიწყო, მაშინ აღნიშნული რიცხვები სავარაუდოდ მკვეთრად გაიზრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით მიმდინარე წლის მაისში ქვეყანაში 130,000 პოსტერმინალი იყო განთავსებული, რაც წლიურად 6.5%-იანი ზრდაა, რომელიც ქვეყანაში გაციფრულების შეუგრძელად პროცესზე მიანიშნებს. ფიზიკურ ტერმინალებთან ერთად გაცილებით მკვეთრად, კერძოდ 29%-ით გაიზარდა ელექტრონული ტერმინალების რაოდენობა. სების დათვლებით პოსტერმინალებით მაისში $2.1 მილიარდი ოპერაციები შესრულდა, რაც წლიურად 9 მილიონითაა გაზრდილი. ერთი ტერმინალი თვეში საშუალოდ 16,100 ოპერაციებს ატარებს, რაც დღეში დაახლოებით $538 უდრეს. წლიურად ორივე ეს მაჩვენებელი გაიზარდა, რადგან შარშან ერთი ტერმინალის საშუალო თვიური ბრუნვა $15,700 იყო, რაც დღეში $523 უდრიდა. 2025 წლის მაისის მდგომარეობით უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქართულ ბანკებში $9.3 მილიარდი დეპოზიტებს ინახავენ, რაც წლიურად 13.9%, ანუ $1.1 მილიარდი არის გაზრდილი. უცხოელებზე ჯამური დეპოზიტების 28.9% მოდის, ხოლო თავად ამ თანხაში ყველაზე დიდი წილი რუსეთის მოქალაქეებს უჭირავთ, რომლებიც ქართულ ბანკებში არასრულ $3.5 მილიარდ ინახავენ. მეორე ადგილს 1 მილიარდიანი ჯამური დეპოზიტებით ისრაელის მოქალაქეები იკავებენ. მესამეზე კი უკრაინის მოქალაქეებს ვხედავთ, რომლებიც ქართულ ბანკებში $565 მილიონი დანასოკებს ინახავენ. საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის საუკეთესო ქვეკასტოდიანური ბანკები დაასახელა. დაჯილდოების ფარგლებში საქართველოში საუკეთესო ქვეკასტოდიანური ბანკის წოდება საქართველოს ბანკმა მიიღო. გამარჯვებულების გამოვლენის მიზნით Global Finance-ის რედაქცია 2024 წლის მონაცემებს დაეყო. შესაბამის პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც ბაზრის სიღრმისეული კვლევის შედეგები, ისე კომპანიების ფინანსური შედეგები. აპლიკანტების შეფასება კი 4 ძირითად კრიტერიუმს ეფუძნებოდა. ესენია მოხმარებლის კმაყოფილება, სერვისების ხარისხი, ტექნოლოგიური პლატფორმების ათვისების მაჩვენებელი და ბიზნესის მდგრადობის სტრატეგია და ანგარიშსწორების შემდგომი ოპერაციები. საქართველოს ბანკი საუკეთესო ქვეკასტოდიანური ბანკების დაჯილდოებაში 2011 წლიდან მონაწილეობს, რა დროსაც მუდამ მაღალ პოზიციებს ინარჩუნებს. ორ კვირაში, კერძოდ 19-20 ივლისს თბილისში ეროვნული AI ჰაკათონი ჩატარდება. ეს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ინიციატივაა, რომელიც TBC-ის მხარდაჭერით დროთა განმავლობაში ქვეყნის მთავარ ჰაკათონად ჩამოყალიბდება. თავად ჰაკათონი გუნდურად ჩატარდება და მონაწილეები რეალურ ბიზნეს გამოწვევებზე მორგებული ხარისხიანი AI პროდუქტების შექმნაზე იმუშავებენ. გამარჯვებულ გუნდებს ჟიური გამოავლენს და ისინი პროდუქტის განვითარებისათვის ფულად პრიზებს მიიღებენ.
ორგანიზატორების ცნობით ჰაკათონში მონაწილეობისთვის აუცილებელია კომპიუტერული მეცნიერებების, ინფორმატიკის მონაცემთა მეცნიერების ან პროგრამული ინჟინერიის ცოდნა. TBC კაპიტალის კვლევის თანახმად საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოში მზის სადგურების მიმართ არსებული კომერციული ინტერესის სრულად რეალიზება ნაკლებადაა სავარაუდო, რაც ქსელის შეზღუდვით აიხსნება. 2028 წლამდე ქსელში მხოლოდ 500 მეგავატის მზის სადგურების ინტეგრაციაა დაგეგმილი, რაც ინვესტორების მიერ დაფიქსირებული ინტერესს 10-ჯერ ჩამორჩება. ჩამორჩენა ასევე ფიქსირდება ნეტო აღრიცხვის მიმართულებით, სადაც დღემდე 222 მეგავატის სადგურები არის ჩართული, არადა ინტერესი 265 მეგავატის ინფრასტრუქტურის მფლობელებმა კომპანიებმა დააფიქსირეს. ქსელის არასაკმარისად განვითარების გარდა TBC კაპიტალი საკუთარ კვლევაში იმ გამოწვევებზეც წერს, რომელთაც ინვესტორები აწყდებიან. წინასწარი მოკვლევის ეტაპზე კომპანიებისთვის პრობლემურ საკითხებად რჩება ადგილობრივების მიერ სახელმწიფო მიწის არაფორმალური გამოყენება, საჰაერო დერეფანში კერძო ნაკვეთების არსებობა და ქვესადგურში დაგროვილი თავისუფალი სიმძლავრე. პროექტის განვითარების ეტაპზე პრობლემად სახელდება დიდი მზის სადგურების პროექტირებაში და მშენებლობაში შეზღუდული ადგილობრივი გამოცდილებაც. იმპლემენტაციის ფაზაზე გამოკითხული მხარეები გამოწვევად დაგეგმილი და რეალური ვადების შეუსაბამობას და ბიუროკრატიას ასახელებენ. აქვე ორი სიტყვა ვთქვათ ფასზე. TBC კაპიტალის თანახმად ბოლო 1 წლის განმავლობაში მზის სადგურის 1 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ღირებულება საგრძნობლად არის შემცირებული და საქართველოში ის დაახლოებით $450,000 ტოლია. ხარჯის უდიდესი ნაწილი მზის პანელების შესყიდვაზე და ინსტალაციაზე მოდის, მაგრამ მნიშვნელოვან ხარჯად რჩება ქსელთან მიერთება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯები. ბორჯომის ჰოლდინგის მფლობელმა კომპანია რისა ინვესტმენტ ლიმიტედმა 2024 წლის ფინანსური ანგარიში წარადგინა. როგორც დოკუმენტიდან ვიგებთ, ჯგუფის შემოსავალი წრეულად $120 მილიონი გაიზარდა და $556 მილიონი შეადგინა, რამაც კომპანიას $84 მილიონი წმინდა მოგების დაფიქსირების საშუალება მისცა. ბორჯომის მინერალური წყალი საერთაშორისო ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის, რომლის საბოლოო ბენეფიციარი კვირიკოზე რეგისტრირებული ჰოლდინგია. საქართველოში შექმნილ რეალობაზე ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიზნესზე საუბარი BMG-ზე საქმიანი საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემაში ერჩია თელარა გელანდიამ წერტილის დღევანდელი ეპიზოდისთვის, რომელიც საღამოს 10:30-ზე დაიწყება. ვნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა ხდება ბირჟებზე. ირაკლი კობახიძის შეხვედრა ბიზნესმენებთან. რა აქვს სათქმელი ქართული ოცნების პრემიერს ბიზნესისთვის და რა აქვს სათქმელი თავად საქმიან ადამიანებს მისთვის. დღის ბოლოს შეხვედრას ვაჯამებთ BMG TV-ზე. როგორ ხედავენ საქმიანი ადამიანები ამ ქვეყნის მომავალს? არის თუ არა ბიზნესმენების განწყობაზე მოქმედი თავარი ნეგატიური ფაქტორი პოლიტიკური კრიზისი და როგორ მოქმედებს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ინვესტორების გეგმებზე? დღეს საღამოს 10:30-ზე BMG TV-ზე კომპანია DIOS მართველი პარტნიორი ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. საქმიან საღამოში საუბარს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟების მიმოხილვით და პირველ რიგში გამლელი სავაჭრო კვირის შეჯამებით უნდა დავიწყოთ, რომელზედაც ბევრი პოზიტიური რამის თქმა შეგვიძლია, რადგანაც მიმდინარე კვირას ძირითადი ინდექსების შეფასება დამატებით 1.5%-ით გაიზარდა და ამ ეტაპის მონაცემებით უკვე ამერიკული საფონდო ბირჟა იმყოფება ახალ რეკორდულ ნიშნულზე. აქ გასათვალისწინებელი ის არის, რომ დღეს ამერიკაში ფედერალური დასვენების დღეა, ვინაიდან ქვეყანაში აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღე, შესაბამისად დღეს Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სესია არ მიმდინარეობს, ანუ კომპანიების შეფასება ფიზიკურად ვერ შეიცვლება დღეს განმავლობაში, თუმცა რასაც ამ წუთებში ხედავთ საფონდო ბირჟაზე, ეს არის სწორედ გუშინდელი მაჩვენებელი და გუშინ, როგორც ხედავთ, პოზიტიური შედეგი ვიხილეთ ყველა ძირითად ინდექსთან მიმართებით. ესე 500-მა +0.93 აჩვენა, Dow Jones-თან იყო +0.77%, Nasdaq-ი კი დამატებით 1%-ით გაიზარდა. როგორც ხედავთ, აბსოლუტურად ყველა ძირითადი ინდექსი ამჟამად იმყოფება რეკორდულ ნიშნულზე, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკული კომპანიების საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია ისტორიაში ასეთი მაღალი არასოდეს არ ყოფილა და ამ საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელში პირველ ადგილს იკავებს ამჟამად Nvidia, რომლის კაპიტალიზაციაც შეადგენს დაახლოებით $3 ტრილიონ 900 მილიარდ. ასეთი მაღალი მაჩვენებელი სხვათა შორის ისტორიაში არც ერთ კომპანიას არასოდეს არ ჰქონია და ძალიან დიდი ვარაუდით სწორედ Nvidia გახდება კაცობრიობის ისტორიაში პირველი კომპანია, რომლის საბაზრო შეფასებაც მიაღწევს
4 ტრილიონ დოლარს. სავარაუდოდ მას შემდეგ უკვე სხვა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტებიც შეუერთდებიან, რადგანაც ტენდენცია სწორედ ამაზე მიუთითებს, მათი შეფასება მუდმივად მზარდია, ამას კი არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის შეუქცევადი ტექნოლოგიური პროგრესი და ამერიკის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც რა თქმა უნდა უკან არასოდეს არ იხებს. ამერიკის აღმასვლის ფონზე ევროპულ საფონდო ბირჟას აქვს ძალიან ცუდად საქმე უკვე ორკვირიან პერიოდში ლამის 3.5%-იან ვარდნას ხედავთ. ეს ვარდნა სავარაუდოდ იქამდე გაგრძელდება, სანამ ამერიკული ბირჟა მატებას გააგრძელებს, რადგანაც მათ შორის არის პირდაპირი კაპიტალის კონკურენცია. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ის ინვესტორები, რომელთაც მთელი ამ დროის განმავლობაში თავიანთი თანხები დაბანდებული ჰქონდათ ევროპულ აქტივებში, ახლა თავიანთ აქტივებს ყიდიან, თანხა გამოაქვთ და ის გადააქვთ Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე, რადგანაც ამჟამად სწორედ ის აფიქსირებს ობიექტურად უფრო უკეთეს შედეგს, შესაბამისად ევროპაში კაპიტალის გაჩერება ამ ეტაპზე წარმოადგენს ინვესტორებისათვის ძალიან დიდ ალტერნატიულ დანახარს, ამაზე კი რა თქმა უნდა არც ერთი ინვესტორი, რომელიც საღადაზროვნებს ამჟამად მზად არ არის და ამ ნაბიჯს ისინი არ დგამენ. აზიის მიმართულებითაც არ არის თვალად გამორჩეული ტენდენციები. შანხაის ინდექსი მართალია დღევანდელ სავაჭრო სესიაზე +0.32%-ს აფიქსირებს, თუმცა ამერიკულ ინდექსებთან შედარებით ჩინურსაც აქვს ძალიან სერიოზული ჩამორჩენა. იაპონური ინდექსი კი საერთოდაც უკვე პირიქით ტენდენციას აჩვენებს 1.5%-ით დაეცა მიმდინარე კვირას. მისი შეფასება და აქაც არგუმენტი ზუსტად ანალოგიურია, მაშინ როდესაც NASDAQ-ი წინ მიდის, Nikkei-ში თანხის დაბანდების არანაირი ლოგიკური არგუმენტი უკვე აღარ არსებობს. აქვე უნდა ვისაუბროთ ნავთობზეც, რომელიც არის მიმდინარე კვირის განმავლობაში როგორც ხედავთ, მცირედით გაძვირებული, კერძოდ 2%-იან მატებავს ხედავთ კვირის განმავლობაში Brent-თან და ამჟამად მისი ფასი შეადგენს $68. WTI-ის ფასი ამ ეტაპზე არის $66, რაც შეეხება რუსულ ურალს, მისი ფასი არის $64, თუმცა მაინც ბოლო პერიოდში ფასები არის დასტაბილურებული, რადგანაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აღარ არის ის რისკები, რაც აქამდე ფიქსირდებოდა. აქვე უნდა ვისაუბროთ რა თქმა უნდა ტრადიციულად ბუნებრივ აირზეც, მისი ფასი მცირედით შემცირდა მიმდინარე კვირის განმავლობაში და დღევანდელ სავაჭრო სესიაზე კორექციამ შეადგინა დაახლოებით 1%. ოქროს რაც შეეხება, მისი ფასი არის $335, ეს არის ერთ კვირაში 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელი, ხოლო ერთმანეთ პერიოდს თუ გადავხედავთ, ნახავთ რომ ოქროს აქვს +39.5%, რაც ნამდვილად ძალიან კარგი შედეგია. კრიპტოინდუსტრიაზეც ვისაუბროთ, სადაც ისევ და ისევ დაღმასვლა ძალიან მკვეთრად 5%-ით დაეცა, სხვათა შორის დღეს ბაზრის საერთო შეფასება და ის ამჟამად შეადგენს $3.380 მილიარდ, რასაც კარგი შედეგი რთული ავუწოდოთ. ბიტკოინის ფასი არის 7500, ეთერიუმი კი დაახლოებით $2500 ივაჭრება, კლება 1.5-დან 4%-ის ფარგლებშია. კაპიტალიზაცია ამის ფონზე ეთერიუმისა გვაქვს 299 მილიარდი დოლარი, ბიტკოინთან კი ეს არის 2.127 მილიარდი დოლარი. მიმდინარე კვირა, როგორც ხედავთ, საინტერესო კრიპტოინდუსტრიისათვის არ ყოფილა, რადგანაც ბიტკოინთან ცვლილება იყო 0.1%. ასეთი სტაბილურობა ჩვენ ბიტკოინთან ძალიან დიდი ხანი არ გვინახავს, რასაც რთულია მისასალმებელი უწოდოთ, რადგანაც კრიპტოაქტივების მთელი არსი, როგორც წესი, საინვესტიციო თვალსაზრისით ის არის, რომ მათ აქვთ მაღალი მერყეობა, მაგრამ ამ მერყეობასთან ახლავს დიდი ზრდა, თუმცა ბიტკოინი ბოლო დროს მთლად საინტერესო ზრდის დინამიკას ვერ აფიქსირებს, ის უფრო მეტად დასტაბილურებული არის $105,000 ფარგლებში. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც მოგხსენებათ ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი. დღეს TBC-ს და საქართველოს ბანკსაც კარგი შედეგები ჰქონდათ. საქართველოს ბანკთან მიმართებით მატება იყო დაახლოებით +9%, ხოლო TBC-ის შემთხვევაში ვიხილეთ ლამის +4% და ახლა უკვე, როგორც ხედავთ, TBC-ის შეფასება იმყოფება ფაქტობრივად რეკორდულ ნიშნულზე. სავარაუდოდ ეს აღმასვლის ტენდენცია კიდევ გაგრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, რადგანაც ორთავე ქართულ კომპანიას ფინანსურად აქვთ ძალიან კარგად საქმე და აქვე რადგანაც საქართველოს ვახსენებთ, უნდა ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ვალუტაში ინვესტირების შესაძლებლობაზეც, რომელსაც გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევს თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 8.95%, ბოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტი ცქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა შეადგენს 10%. ეს არის
წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გარიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო მიღებული სარგების გატანა, მისი მოცულობის გაზრდა ან შემცირება თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ. შეზღუდვების გარშე Foresight Investment Group კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მერეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ ესეთი ვითარება გვაქვს ჩვენ პარასკევის მიწურულს გლობალურ საფონდო ბირჟებზე, როგორც ხედავთ, მიმდინარე კვირა საფონდო ბირჟებისათვის ძალიან პოზიტიური იყო, ჩვენ კი საუბარს ვაგრძელებთ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე. პარასკევია და საქმიან საღამოში ჩვენი ეროვნული ვალუტის ქართული ლარის გაცვლით კურსის ბოლო ერთი კვირის დინამიკას შემოგთავაზებთ. მიმდინარე სამუშაო კვირაში, რომელიც 30 ივნის დაიწყო და დღეს, ანუ 4 ივნის დასრულდა, ქართული ლარი ფაქტობრივად ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა ევროს, სომხური დრამის და იაპონური იენის გარდა, მაგრამ ამ შემთხვევაში თავად საწინააღმდეგო ვალუტების მკვეთრი გამყარებასთან გვაქვს საქმე. დოლართან ლარი ნახევარი თეთრით გამყარდა, როცა გირვანკა სტერლინგთან მიმდინარე კვირის ყველაზე დიდი, თითქმის სამთეთრიანი გამყარება დაფიქსირდა. ლარი ასევე მკვეთრად გამყარდა რუბლთან, ხოლო ლირასთან კურსი იყო უმოძრავ. რეგიონულ ვალუტებთან მიმართებით ლარმა დადებითი შედეგი დააფიქსირა აზერბაიჯანულ მანათთან და უკრაინულ გრივნასთან. მიმდინარე კვირაში ასევე იყო გამყარება ჩინური იუანთან. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დაბადების დღეა, მსოფლიოს ნომერ 1 ეკონომიკაზე იმობს 259 წლის თავს, მას შემდეგ რაც გამოცხადდა დამოუკიდებლობის დღე ამ ქვეყანაში და შეიქმნა ისეთი ქვეყანა, რომელიც ამ დრომდე არასოდეს უნახავს. დღეს მოგიყვებით საქმიან საღამოში თუ როგორ მოახერხა და რა იყო მთავარი განმაპირობებელი იმისა, რომ ამერიკა არის დღეს პლანეტის ისტორიაში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. დღეს საქმიან საღამოში ასევე საკმაოდ ბევრს ვისაუბრებთ გეოპოლიტიკაზე, რადგანაც ამ მიმართულებით სიახლეები არ გვაკლია და გამონაკლისი არც დღევანდელი დღე და განვლილი 24 საათი არ ყოფილა ყველა მნიშვნელოვან სიახლეს, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, რამდენიმე წუთში გაგაცნოთ. მანამ სანამ მოგიყვებით ამბებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მიმოვიხილოთ ის მოვლენები და ის შედეგები, რომელთა შესახებ გავიგეთ მიმდინარე კვირაში საქართველოს ეკონომიკიდან. ივლისის პირველი სამუშაო კვირა საკმაოდ დატვირთული იყო როგორც ეკონომიკური, ასევე ბიზნეს სიახლეებით. დღეს პარასკევია და საქმიან საღამოში კვირის ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ სიახლეებს BMG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილესთან შოთა ტყეშელაშვილთან მიმოვიხილოთ. შოთა, საღამოშიდობის დიდი მადლობა შენი დროისთვის. დავიწყოთ პრინციპში დღევანდელი თემით ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დაიდო მორიგი უახლესი ინფორმაცია, რა ვიცით გადასახადების აგრეფის დინამიკასთან დაკავშირებით. დიახ, გავიგეთ, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში ხაზინამ სულ 10 მილიარდ 600 მილიონი ლარის გადასახადები აკრიფა, რაც გეგმით განსაზღვრულთან შედარებით მხოლოდ 100 მილიონი ლარით მეტი არის, ეს 1%-იანი გადაჭარბება არის. მატება ფიქსირდება ყველა გადასახადში გარდა მოგების გადასახადისა, რომლის სახითაც მილიარდ 450 მილიონი ლარი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც გეგმით განსაზღვრულთან შედარებით მთელი 100 მილიონი ლარით ნაკლებია და ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მთავრობა მოელოდა, რომ წელს უფრო მაღალი მოგება ექნებოდა საბანკო სექტორს, თუმცა უფრო დაბალ მაჩვენებლებს აჩვენებს საბანკო სექტორი აღნიშნულის გამო მოგების გადასახადში მობილიზება ჩამორჩება გეგმას, ხოლო მატება არის საშემოსავლო და დაღეგეს მიმართულებით დამატებული ღირებულების გადასახადის სახით სულ აკრეფილი არის 3 მილიარდ 800 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით არის გაზრდილი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი სახით აკრეფილი არის 3 მილიარდ 700 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, წელს საგადასახადო შესრულებაში მატება ძირითადად გაცემული ხელფასებიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადს უკავშირდება, ხოლო აქციზის გადასახადის სახით შესული არის ბიუჯეტში მილიარდ 200 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიური არის. შოთა, მიმდინარე კვირას ასევე გავრცელდა ინფორმაცია ინფლაციასთან დაკავშირებით, როგორი დინამიკა იკვეთება მიმართულებით და როგორ შეგვიძლია შევაფასოთ ქვეყანაში არსებული სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია. დიახ, გავიგეთ, რომ ინფლაცია დაჩქარდა 4%-ამდე ივნისის განმავლობაში და სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკი მოელის, რომ ინფლაცია წელს 3.5%-დან 3.8%-ამდე იქნება, ანუ დაახლოებით 4%-ის
ფარგლებში, ხოლო შემდგომში კი შემცირებას დაიწყებს. ინფლაციის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი არის სურსათის სექტორში ფასების 10%-იანი ზრდა, ფაქტობრივად მთელ სასურსათო კალათაზე არის ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილი, რამაც ინფლაციის დაჩქარება გამოიწვია და მივიღეთ ის მაჩვენებელი, რომელიც ინფლაციის თვალსაზრისით 2023 წლის გაზაფხულის შემდეგ არ გქონია ქვეყანაში. ასევე მიმდინარე კვირას ჩვენ შევიტყვეთ ინფორმაცია IT სექტორის შემოსავლებთან დაკავშირებით, როგორი დინამიკა არის ამ მიმართულებით, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდში ეს სექტორი ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ სექტორად იქცა საქართველოს ეკონომიკაში. დიახ, დინამიური მატება გრძელდება IT სექტორში, ზუსტად გავიგეთ, რომ 70%-ით გაიზარდა IT სექტორის საგარეო შემოსავლები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში და მან შეადგინა 266 მილიონი ლარი. ეს მილიონი დოლარი, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არის იმისთვის, რომ ამ სექტორში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 90%-ზე მეტი და სწორედ ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი სწორედ საგარეო შემოსავლების მატება არის. ამ მიმართულებით დოლარებში დაახლოებით 110 მილიონი დოლარით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გასულ წელს მცირდებოდა IT სექტორის შემოსავლები, მთლიანობაში დაახლოებით 100 მილიონი დოლარით აჩვენა შემცირება, შესაბამისად წელს აღნიშნული შემცირება შებრუნდა მატების ტენდენციით და IT სექტორში ისევ ზრდა ფიქსირდება. შოთა, დიდი მადლობა საინტერესო მიმოხილვისთვის. მიმდინარე კვირაც ზაფხულის მიუხედავად საკმაოდ დატვირთული იყო არაერთი ეკონომიკური და ფინანსური სიახლით. დიდი მადლობა შენ დროისთვის და უდობით უკვე შემდეგ პარასკევს. საქმიან საღამოში BMG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე შოთა ტყეშოვაშვილი გვერდებოდა, რომელთანაც კვირის მთავარი მოვლენები მიმოვიხილეთ, რომელთა შესახებ საქართველოში გავიგეთ. საქმიან საღამო კი ამით არ დასრულებულა, რადგან გადაცემა ზუსტად 1 წუთში გავაგრძელებთ და დღის მთავარ თემაზე ამერიკის შეერთებული შტატების დაბადების დღეზე მოგიყვებით. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სანქცირებულმა სულხან თამაზაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა-სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ უკანონოდ დაიკავეს 2887 კვადრატული მეტრი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი და მასზე უკანონოდ ააშენეს საცხოვრებელი სახლი. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივნისში უკანონო დღით სარგებლობის 123 ფაქტი გამოავლინეს. გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 74 ხეტყის უკანონო მოპოვება ტრანსპორტირებას ეხება 59 სახერხის საამქროების მიერ. ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხის საამქროების ფაქტებია. ინფორმაციას გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სააგენტო ავრცელებს. საქსტატის თანახმად 2025 წლის 5 თვეში საქართველომ 20.725.900 დოლარის ღირებულების 2993 ტონა ყავა შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოცულობაში 6%-ით ნაკლებია. დღეს 4 ივლისია, დღე როცა ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობას ზეიმობს. 1776 წლის 4 ივლისს მეორე მოწვევის კონტინენტურმა კონგრესმა დამოუკიდებლობის დეკლარაციის რატიფიცირება მოახდინა, რითაც დედამიწაზე ახალი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები გაჩნდა. იმ დროინდელ და დღევანდელ ამერიკას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო სიძლიერის კუთხით ფაქტობრივად არაფერი აქვს საერთო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ფუნდამენტი, რომელიც ქვეყნის დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს, შესაბამისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო ამოზრდილიყო. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 347 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 5%-ია. თუმცა ამ მცირე პროპორციის მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის მოცულობა 30.9 ტრილიონი დოლარია, რაც გლობალური ეკონომიკის მეოთხეც უდრის. გამოდის, რომ ამერიკელები, რომლებიც პლანეტის მოსახლეობის 5%-ს წარმოადგენენ, საერთო დოლარის მეოთხეც ქმნიან, რაც საუკეთესო შედეგია. ამასთან ამერიკის შეერთებულ შტატებში 900-ზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, რაც ასევე უპრეცედენტო რიცხვია. მილიარდერებთან ერთად ამ ქვეყანაში არაერთი ისეთი კომპანია შეიქმნა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა, რაზედაც ისიც მიუთითებს, რომ საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უდიდესი 100 ქვეყნიდან 60 სწორედ ამერიკულია. თან მათ შორის 9 საერთოდაც სულ მცირე 1 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული, ხოლო ყველაზე დიდი კომპანიის ტიტულს Nvidia იკავებს, რომლის შეფასება არასრული 4 ტრილიონი დოლარია. მას როგორ მიაღწია 259 წლიანი ისტორიის მქონე სახელმწიფომ
გლობალურ დომინაციას, ანუ როგორ იქცა ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოდ. იმისათვის, რომ ამ კითხვას ვუპასუხოთ, უნდა გავიხსენოთ, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში მაშინ, როცა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ეს ახალი ქვეყანა შეიქმნა. იმ დროს დომინანტებად ევროპული კოლონიზატორები გვევლინებოდნენ, რომელთაგან უპირატესი, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის იმპერია იყო. მაშინ ის ჭეშმარიტ ტიტანად ითვლებოდა, რომელიც მსოფლიო ვაჭრობის დე-ფაქტო ჰეგემონს წარმოადგენდა. ბრიტანეთის იმპერიასთან ერთად მსოფლიო დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში დიდ როლს საფრანგეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები ასრულებდნენ. თუმცა ეკონომიკური მოდელი, რომელიც ბრიტანეთის იმპერიას კოლონიებში ჰქონდა დანერგილი, როგორც ჩანს, არამდგრადი იყო, რადგან იმპერიის ცენტრისგან მცხოვრებ ხალხებს არ სურდათ გადასახადები ისე გადაეხადათ, რომ ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრაში საკუთარი წვლილი არ შეეტანათ. ლონდონში ეს საკითხი დიდად არავის ადარდებდა, რაზედაც ის არაერთი გადასახადი მიუთითებს, რომელიც იმპერიამ ჩრდილოეთ ამერიკის 13 კოლონიაში მცხოვრებ ადამიანებს დაუწესა, როგორც შაქარზე, ქაღალდზე, მინაზე და საღებავზე, ასევე ჩაიზე. ამ უკანასკნელმა მომავალი ამერიკელი მოსახლეობა განსაკუთრებით გააცოფა. შედეგად მივიღეთ რევოლუცია, რომელსაც დამოუკიდებლობის გამოცხადება და 8 წლიანი ომი მოჰყვა. ომში თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა და ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანად ჩამოყალიბდა. არსებობის პირველ წლებში ამერიკული ეკონომიკის საყრდენად სოფლის მეურნეობა გვევლინებოდა. ქვეყნის დასავლეთში და სამხრეთში არსებული მიწები მეტად ნოყიერი გამოდგა, რამაც ამერიკელებს ბამბის, თამბაქოს და სხვა ნედლეულის წარმოების და ექსპორტზე გადანის საშუალება მისცა, თუმცა ნამდვილ ეკონომიკურ სუპერძალად გადაქცევაში ამერიკას ტექნოლოგია დაეხმარა, რომელმაც პირველად თავის ორეთ სოფლის მეურნეობაში ამოყო. მანამ სანამ ამერიკელი გამომგონებელი უილაი უიტნი 1773 წელს ბამბსაწმენდ მანქანას გამოიგონებდა, ამერიკული ბამბა, როგორც ასეთი, ექსპორტზე მიზერული რაოდენობით გადიოდა, მაგრამ ტექნოლოგიური რევოლუციიდან რამდენიმე წელიწადში მოხდა ისე, რომ ლივერპულის პორტში, რომელიც იმ დროს ბამბის გლობალური ჰაბი იყო, უმეტესწილად სწორედ ამერიკული პროდუქტი შედიოდა. თუ მე-19 საუკუნეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდ დოვლად სოფლის მეურნეობა აგენერირებდა 1860-იანი წლებიდან ქვეყნის ძრავად ინდუსტრია იქცა. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ჯონ დევისონ როკეფელერმა საკუთარი ნავთობმომპოვებელი კომპანია დააფუძნა, თუმცა ნავთობის მომპოვების გარდა ქვეყანაში წარმოუდგენელი სისწრაფით განვითარდა ტექსტილის წარმოება და მეტალურგია, ხოლო ქვეყანა ლიანდაგებით დაიქცელა, რამაც შტატები ერთმანეთთან დააკავშირა და ვაჭრობა გაამარტივა. ჯონ დევისონ როკეფელერთან ერთად ამ დროის ერთ-ერთ სახედ ამერიკელი ანტრეპრენიორი ჰენრი ფორდი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელმაც წარმოებაში რევოლუცია შეიტანა, რომლის შემდეგ ნიუ-იორკი, ჩიკაგო და დეტროიტი გლობალურ ინდუსტრიულ სუპერქალაქებად ჩამოყალიბდა. და აი ასე მივედით მეორე მსოფლიო ომამდე, სადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ჭეშმარიტი სიძლიერე გამოაჩინა. თუ ევროპული სახელმწიფოების ეკონომიკა ომის შემდეგ ფაქტობრივად განადგურდა, ამერიკელებმა ეს პერიოდი ქვეყნის განვითარებას გამოიყენეს, ხოლო ქვეყანა ჭეშმარიტ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო სუპერძალად ჩამოყალიბდა. ცხადია, ვერც იმას დავივიწყებთ, რომ ევროპის ეკონომიკის აღდგენაში ლომის წილი სწორედ ამერიკაში შემუშავებულ მარშალის გეგმას მიუძღვის. ევროპის აღდგენასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში კაპიტალიზმის ოქროს ხანა დაიწყო, რომელიც მაღალი ეკონომიკური ზრდით, დაბალი უმუშევრობით, გაზრდილი ცხოვრების დონით და წარმოუდგენელი ტექნოლოგიური გარღვევებით ხასიათდებოდა. ეკონომიკის ზრდა გადაჯაჭვული აღმოჩნდა ეგრეთ წოდებულ ბეიბი ბუმზე, რამაც ამერიკის მოსახლეობა გაზარდა და ქვეყნის შემდგომი განვითარების საფუძველი შექმნა. მოდის საკითხი გავამარტივოთ და ჩამოვთვალოთ ის ძირითადი ფაქტორები, რომელთა დამსახურებით ამერიკის შეერთებული შტატების ფენომენი შესაძლებელი გახდა. პირველ რიგში ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა უნდა ვახსენოთ, რომელიც სამი ძალაუფლების დამოუკიდებლობას ეფუძნება. დამფუძნებელი მამები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ძალაუფლება ერთმანეთისგან აბსოლუტურად განცალკევებული უნდა ყოფილიყო და ეს პრინციპი დღესაც უცვლელია, რაც ეკონომიკური დოვლათის მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიად აქცევს. თუმცა ქვეყნის მოწყობის გარდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნების ტექნოლოგიური და ინოვაციური ინფრასტრუქტურა, რომელიც ამერიკელების არ მხოლოდ ფიზიკური, არამედ გონებრივი უპირატესობაა, რადგან ამერიკელებმა და ამერიკაში ჩასულმა სხვა ეროვნების ადამიანებმა იციან, რომ იქ აბსოლუტურად ყველაფერია შესაძლებელი.
ამერიკის შეერთებული შტატების ტექნოლოგიური უპირატესობა განსაკუთრებულად ჩანს კალიფორნიაში მდებარე სილიკონის ველზე, სადაც წლების განმავლობაში იდეები უმნიშვნელოვანეს გამოგონებებად გარდაქმნილან. ასეთი გამოგონებების ჩამონათვალში ხდება როგორც ინტერნეტი და მიკროპროცესორი, ასევე პერსონალური კომპიუტერი, სმარტფონი, სოციალური ქსელი და დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტი. ისე კი ჭეშმარიტი ტექნოლოგიური რევოლუცია როდის შედგებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიწა-წყალი ბუნებრივი რესურსებით დალოცველი რომ არ ყოფილიყო. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარე ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მოიპოვება ფაქტობრივად ყველაფერი, რაც დღეს ღირებულია. მათ შორის ნავთობი და გაზი, ქვანახშირი, ძვირფასი და ფერადი ლითონები, მინერალები, ხე-ტყე და წყალი. ამასთან ეს ქვეყანა, რომელშიც ფაქტობრივად ყველა ტიპის ბუნებრივ რელიეფს და ჰავას ხვდებით, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულებაა პლანეტაზე. როგორც რამდენიმე წუთის წინ გითხარით, ამერიკის ისტორია სოფლის მეურნეობის განვითარებით დაიწყო. ეს ინდუსტრია, როგორც იცით, ერთ-ერთ ყველაზე ძველს წარმოადგენს მსოფლიოში, რის გამოც სოფლის მეურნეობას აბსოლუტურად ყველა ხალხი ავითარებდა რაღაც ეტაპზე, მათ შორის ისინიც, რომლებიც დღეს საერთოდაც აღარც არსებობენ. რეალურად კი სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიური სფეროა, რომელიც უკიდეგანო ინვესტიციებს მოითხოვს, როგორც ინფრასტრუქტურულს, ასევე ადამიანურ კაპიტალს და ამ მიმართულებით ძალიან დიდი რესურსების ჩასხმა არის საჭირო. განათლება, მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერი ინდუსტრიის საყრდენია და ამერიკაში ამას შესანიშნავად ხვდებიან, რის დასტურად ისიც გამოდგება, რომ მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტიდან 56 სწორედ ამ ქვეყანაში არის დაფუძნებული. მათ შორის ხედავთ ისეთ სახელებს, როგორიც არის მაგალითად ჰარვარდი, MIT, Yale და აგრეთვე ჩიკაგო. ყველა მიზეზთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებს კიდევ ერთი კონკურენტული უპირატესობა აქვს, რომელიც მას ყველა სხვა სახელმწიფოსგან გამოარჩევს. ეს უპირატესობა სრული სამხედრო დომინაციაა, რომელსაც ატომური იარაღის, უძლიერესი სამხედრო სტრუქტურის და მმართველობის და უბადლო სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის კომბინაცია განაპირობებს. სხვადასხვა მონაცემებით ამერიკის სამხედრო არსენალში 4000-მდე აქტიური ბირთვული ქობინაა, ხოლო თავად ქვეყანა ბირთვულ პროგრამაზე ყოველწლიურად 10 მილიარდ დოლარს ხარჯავს. ამასთან ამერიკის შეერთებული შტატების ჯარში სამ უნიკალურ მოწყობილობას ხედავთ. ესენია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ცოტა ხნის წინ ირანში გამოყენებული სტელსის ტიპის ბომბდამშენი ბიორი სპირიტი, მსოფლიოს უძლიერესი და დაუმარცხებელი ავიაგამანადგურებელი F-22 რაპტორი და ჯერალდ რუდოლფ ფორდის კლასის ავიამზიდი, რომელიც ერთგვარი მოძრავი კუნძულია. მიმდინარე წელს ამერიკულმა ბოინგმა ახალი თაობის ავიაგამანადგურებელზე F-47-ზე დაიწყო მუშაობა, რომელიც, როგორც ამბობენ, აბსოლუტურად ძლიერი იარაღი იქნება. დღეს 4 ივლისია, დღე როცა ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობას ზეიმობს, თუმცა ამერიკასთან ერთად ამ დღეს სხვა სახელმწიფოებშიც აღნიშნავენ, რადგან ბევრისთვის ეს ქვეყანა სამხედრო უსაფრთხოების, პოლიტიკური სტაბილურობის და ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტორად ითვლება. არსებობენ ქვეყნები, რომელთაც განსხვავებული აზრი აქვთ, მაგრამ არსებობს ჭეშმარიტება, რომელზედაც აბსოლუტურად ყველა თანხმდება. ეს ჭეშმარიტება კი ისაა, რომ დაფუძნებიდან 259 წელიწადში ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც მსოფლიოს უძლიერესი და ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით მიღწეულია სავაჭრო ურთიერთობასთან დაკავშირებული შეთანხმება ვიეტნამთან. ეს არის ქვეყანა, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორად შეიძლება ჩავთვალოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან ტექსტილით დაწყებული ელექტრონული მოწყობილობებით, ანუ ელექტრონიკით დამთავრებული ვიეტნამის მხარეში ძალიან ბევრი რამ იწარმოება, რასაც ხათი აწარმოებენ ამერიკული კომპანიები და მოგვიანებით ყიდიან მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ აგრეთვე მთელ მსოფლიოში და ცხადია ვიეტნამთან ურთიერთობის დალაგება და ტარიფებზე ნორმალიზება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხი იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. მოკლედ, როგორც იცვლება ორ ქვეყანას შორის აქამდე არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა და მეტად სიღრმისეულ პარტნიორობაზე გადადიან ქვეყნები. მათ შორის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები ვიეტნამური პროდუქტისთვის აქამდე დაწესებულ 46%-იან ტარიფს ჩაანაცვლებს 20%-იანი ტარიფით, ანუ 26%-ული პუნქტით შემცირებულ მაჩვენებელთან გვაქვს საქმე, რაც საკმაოდ ნორმალურია, თუ ზოგადად დაწესებულ ტარიფებს გავითვალისწინებთ, მინიმალური იყო 10%, შესაბამისად 20% არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელია კონტექსტიდან გამომდინარე, ხოლო თავად ვიეტნამში ამერიკული კომპანიებისთვის არანაირი ტარიფი არ იმოქმედებს, რაც სავარაუდოდ წაახალისებს ვიეტნამში ამერიკული პროდუქციის გამოჩენას, რადგან ასე ცდილობს დონალდ ტრამპი, რომ საკუთარი რბილი ძალა შეიყვანოს ქვეყანაში, რომელთანაც ერთ დროს სხვა შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს თავადაც ჰქონდა ომი, მას შემდეგ სისხლიანი დაპირისპირება ამერიკის ისტორიაში.
განვითარება, რომელიც ამერიკისთვის მაინც სასიამოვნოდ არ დასრულებულა, ავალებთ ვიქნებით, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და დღეს ძალიან კარგი სავაჭრო პარტნიორები არიან. ეს ორი ქვეყანა მიუხედავად იმისა, რომ ვიეტნამში თავად შიდა პოლიტიკური მდგომარეობა დიდად არ შეცვლა იმ პერიოდის შემდეგ, რაც იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა იყო ორ ქვეყანას შორის ომი. მოკლედ, ეს არის ვითარება, რომელიც ყოველს დადებითად ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში აისახა Nike-ზე, Levi Strauss-ზე, Under Armour-ზე, VF Corporation-ზე და სხვა მსგავს წარმოებლებზე, რომლებიც ძირითადად ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, სპორტულ ინვენტარს და მსგავს მოწყობილობებს და პროდუქტებს აწარმოებენ და მოგვიანებით შეაუთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და მთელ მსოფლიოში. სავარაუდოდ ძალიან მალე ასევე კარგი შედეგები ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ ტრანსტყნარი ოკეანეთის რეგიონში, ვინაიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გააფორმა გარკვეული შეთანხმებები და თანამშრომლობა დაანონსა Quad-ის წევრ სახელმწიფოებთან, ანუ ჯამში საუბარი არის თავად ამერიკაზე, იაპონიაზე, ინდოეთსა და ავსტრალიაზე. ეს არის 4-თა კავშირი ასეთი, რომელიც სწორედ აზიის რეგიონს მოიცავს და აქ საინტერესო ის არის, რომ სათითაოდ ამ ქვეყნებთან ჯერჯერობით სავაჭრო შეთანხმებები არ არის ოფიციალურად გაფორმებული, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ 9 ივლისს გასაჯაროვდება შეთანხმებები, რომლებიც იქნა ამ პერიოდში გაფორმებული და ძალიან დიდი შანსია მისა, რომ Quad-ის წევრ 4 ქვეყანას ერთიანად მიაღწია შეთანხმება ამ მიმართულებით, რადგანაც როგორც მაგალითად ევროკავშირი აპირებს ერთიანი პაკეტის შეთავაზებას ამერიკისთვის, შეიძლება დაახლოებით იგივე რამ ვიღებოთ ამ მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელი იქნება. ხოლო ამ ეტაპზე შეთანხმება Quad-ის მხრიდან იმასთან დაკავშირებით არის, რომ უნდა გაიზარდოს სავაჭრო ურთიერთობები, უფრო უნდა გაუმჯობესდეს ის ეკონომიკური კავშირები, რაც ქვეყნებს შორის ისედაც არსებობს და მჭიდროდ არის, განსაკუთრებით თუ მაგალითად ამერიკას და იაპონიას გავითვალისწინებთ, იაპონია საერთოდ ყველაზე დიდი მფლობელი არის ამერიკული სახაზინო ობლიგაციების, რაც გეოპოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვან აქტივად ითვლება, ხოლო აქ საუბარი ასევე შედგა იმაზე, რომ აზიური ეს ერთობა თავისი არსით მოიაზრებს ჩინეთის დამოკიდებულების შემცირებას და ზოგადად ანტიჩინური ალიანსის შინაარსაც კი შეიცავს იგი, მაგრამ აქ ცოტა არ იყოს და სადავოა რაღაცეები, განსაკუთრებით ინდოეთის არსებობა, რომელიც არის BRICS-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი სახელმწიფო, შესაბამისად ინდოეთი როგორ აპირებს ამერიკასა და ჩინეთს შორის აი ამ რაღაც საკუთარი კურსის დაჭერას ეს ცოტა არ იყოს და საეჭვია, მაგრამ თუ კი მოდის დაუჯერებთ, ინდოეთი არ არის ქვეყანა, რომელიც შეიძლება ვინმეს ბანაკში იყოს, რადგანაც ის თავად უნდა იქცეს მიზიდულობის წერტილად და თავად უნდა ჩამოყალიბდეს ზე სახელმწიფოდ, რასაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინდოეთის გეზი სწორედ ამ მიმართულებით არის მიმართული. გადავნაცვლოთ ევროპის კონტინენტს, სადაც კვლავ გრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა შორის ძალიან საინტერესო გარკვეულწილად უცნაური გადაწყვეტილება მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ნაწილობრივ უზღუდავს უკრაინას კონკრეტული იარაღის მიწოდებას. ამ შემთხვევაში საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, მათ შორის პატრიოტის ტიპის რაკეტებზე, საბრძოლო მასალაზე და კიდევ დამატებით რამდენიმე ტიპის საქონელზე, რომელიც ამ დრომდე დაანონსებული იყო და პრინციპში შეპირებული იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი უკრაინაში ჩატანა მანამ, სანამ ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ეს გადაწყვეტილება შეიძლება ცხადია პოლიტიკურად შეფასდეს, მაგრამ მისი რაციონალი, ანუ ახსნა, რომელიც ამერიკამ მოაყოლა ამ ყველაფერს, არის მეტად ეკონომიკური, რადგან ამერიკა და ოფიციალურად ერთსახლი ამბობს, რომ მოკლედ მათ არ ყოფნით შესაბამისი მასალები საკუთარი ქვეყნისთვის და ამიტომაც ვერ გზავნიან მას უკრაინაში და არა იმიტომ, რომ მათ არ სურთ უკრაინის დახმარება, ან შეაჩერეს მათ დაფინანსება, დახმარება და მოკლედ გადავიდნენ, ანუ ჩამოშორდნენ ომს. ეს ამის რიტორიკა კი იქვესმოდა ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში, მაგრამ ეს ასე არ მოხდა რა ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით შეიძლება არც არასდროს არ მოხდეს და საერთოდ მარტო უკრაინისთვის კი არა, პენტაგონი გეგმავს, რომ და განიხილავს, რომ ძალიან ბევრი მოკავშირეა შეუჩეროს მიწოდება, რადგან ამერიკაში იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები თავდაცვის მიმართულებით, ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იზრდება, შეიძლება თავდაცვის სამინისტროს ომის სამინისტრო გადაერქვას და ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს და საკუთარ თავდაცვაზე მობილიზებული არის რამდენიმე ტრილიონი დოლარი და ცხადია ასეთ ვითარებაში ამერიკა პირველ რიგში ზრუნავს საკუთარ თავზე და უკვე მოგვიანებით მოკავშირეებზე, მაგრამ ცხადია ძირითადი ქვეყნები და ნატოს წევრი სახელმწიფოები ამერიკისგან თავდაცვას მაინც მიიღებენ. ხო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთი საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, ეს უკავშირდება სირიას, რომელსაც მან მოუხსნა სანქციები და ასევე სხვათა შორის სანქციები მოეხსნა სირიაში ბაზირებულ და სირიის ბაზარზე წარმოდგენილ რუსულ კომპანიებს. აქ ერთი საინტერესო მოცემულობა ის არის, რომ ეს სანქციები უშუალოდ რუსული კომპანიების წინააღმდეგ კი არ გაუქმებულა, სირიის ბაზარზე გაუქმდა, შესაბამისად ავტომატურად მათ მიუვიდათ ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ შეუძლიათ სირიის ბაზარზე ოპერირების უსანქციოდ გაგრძელება, რაც მათთვის არსებითად არაფერს ცვლის, რადგან ეს რუსული კომპანიები ძირითადად არიან ან
რუსული მსხვილი ბანკები ან რუსული აგრეთვე ძალიან მსხვილი ენერგეტიკული კომპანიები, რომლებიც ისედაც სანქცირებულები არიან უკრაინის წინააღმდეგ განვითარებული ასე ვთქვათ, სამხედრო აგრესიის გამო, შესაბამისად მათთვის არსებითად არაფერი არ იცვლება, მაგრამ სირიისთვის ყველაფერი იცვლება. სირია რეალურად შეძლებს რომ იქცეს ძალიან კარგ სახელმწიფოდ, თუ კი ამას მოინდომებს მისი პოლიტიკური ელიტა, რადგანაც ახლა უკვე არსებობს მზაობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და სანქციების გაუქმება რეალურად ხსნის კარებს გლობალური ინვესტიციებისათვის და მათ შორის ყველაზე დაინტერესებულები, როგორც ჩანს, არიან ამერიკული კომპანიები, რადგანაც სირიას აქვს ძალიან კარგი ბუნებრივი რესურსები, რომლისათვისაც შეიძლება და ცხადია ქვეყანას იმის ტექნოლოგია არ აქვს, რომ იქ მაგალითად კონკურენტუნარიან ფასად ნავთობი ეწარმოოს, მაგრამ თუ მას დაიხმარება მაგალითად Chevron, Exxon ან სხვა ნებისმიერი ძალიან მსხვილი კომპანია, მაშინ ქვეყანა ნამდვილად შეძლებს ისევე განვითარებას, როგორც შეძლეს რეგიონის სხვა ქვეყნებმა, მაგალითად საუდის არაბეთმა, თუნდაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. სანქციებთან დაკავშირებით სიახლეები როგორც ჩანს, ასევე იქნება უახლოეს პერიოდში ევროკავშირში, რადგან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ქვეყნები ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან იმის თაობაზე, რომ დააწესონ რიგით მე-18 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. ეს როგორც ვიცით, პაკეტი, რომელიც ერთადად იგივე სანქციებს მოიცავს უფრო სიღრმისეულს, მათ შორის ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დაპაუზებული იყო გარკვეული დროის განმავლობაში, იმიტომ რომ სლოვაკეთმა და უნგრეთმა მას დაადეს ვეტო, ისევე როგორც ფაქტობრივად ყველა წინა სანქციების პაკეტების დროს, რადგან ეს ორი ქვეყანა, განსაკუთრებით უნგრეთი, ძალიან ცნობილია საკუთარი ვაჭრობის უნარებით და ყოველ ჯერზე ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ცდილობს, რომ რაღაცა დამატებითი სარგებელი მიიღოს უშუალოდ საკუთარი ქვეყნისთვისაც და ახლა ვეტოს ადებს ყველაფერს. ხო, ყველაფერს არ მხოლოდ ევროკავშირის ბიუჯეტსაც. კი, არ მხოლოდ რუსეთთან დაკავშირებულ იდეებს, რადგან ყველგან და ყველაფერში ის ცდილობს, რომ სარგებელი მიიღოს ბრიუსელიდან. ეს ხშირად არის მისი რიტორიკის ნაწილი. ახლა კი ეს ყველაფერი უკავშირდება ატომურ ელექტროსადგურს, რომელშიც ჩართული არის როსატომი, ეს არის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია, რუსული, რომელიც მათ შორის ბირთვულ წარმოებასთან არის ძალიან ახლოს დაკავშირებული და ის აშენებდა უნგრეთის მთავრობასთან ერთად ბირთვულ ელექტროსადგურს უნგრეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ცხადია გამომდინარე იქიდან რომ რუსული კომპანია იყო ჩართული, ეს სანქცირებული იყო ეს მთლიანად ეს პროექტი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, მაგრამ ამერიკამ ეს სანქციები ცოტა ხნის წინ მოხსნა და შესაბამისად ევროკავშირის გარკვეულწილად უკვე იძულებული არის და ვალდებული არის, რომ მწვანე შუქი აუნთოს ამ იდეას, რომელიც უნგრეთისთვის პირველ რიგში იქნება ძალიან სასარგებლო და აგრეთვე ცხადია ევროკავშირისთვის, რადგან ბირთვული ელექტროსადგური გაცილებით მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს, ვიდრე ეს უნგრეთის ხელა მცირე ზომის ქვეყანას სჭირდება, შესაბამისად უნგრეთს შეუძლია, რომ თუ კი ყოველფერს კარგად გამართავს, ელექტროენერგია ექსპორტზე გაიტანოს და ევროკავშირში ყოველთვის არის ჭარბი ელექტროენერგიის მყიდველი აუცილებლად მოიძებნება და ცხადია ეს ეგრეთ წოდებული win-win, ანუ ორივე მხარისთვის მოგებიანი სიტუაცია, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ზოგადად უნგრეთისთვის, რომელიც სწორედ მეორე მხარეს არის ამ შემთხვევაში წარმოდგენილი. მოკლედ, აი ასეთი იყო განვლილი კვირა, რომელიც საკმაოდ დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა, მაგრამ მერწმუნეთ გაცილებით უფრო რთული, დაძაბული და საინტერესო კვირა გველის მომავალი დღეების განმავლობაში, რომლის შესახებ დეტალურად სწორედ აი ახლა მოგიყვებით. მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, რომლის პრეზიდენტმა 9 ივლისს გლობალურ ტარიფებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამ საკითხთან მიმართებით რამდენიმე მოლოდინი არსებობს. შეიძლება ტარიფები კიდევ გადავადდეს, ნაწილობრივ ამოქმედდეს, ან ყველა სახელმწიფოსთან ინდივიდუალური შეთანხმება გაფორმდეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ის რაც მომავალ კვირას მოხდება, იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც საერთოდაც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრს მიიპყრობს და შესაბამისად ამ ცენტრში იქნება რა თქმა უნდა დონალდ ტრამპი. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო დღეებში ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმება უნდა გასაჯაროვდეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ურთიერთობებს საბოლოოდ დაარეგულირებს. ამასთან ფედერალური რეზერვის მონეტარული საბჭოს წევრებმა საჯაროდ უნდა ისაუბრონ, რომელზედაც შეიძლება გაჟღერებული იქნეს და მინიშნებული იქნეს ის ყველაფერი თუ რა პერსპექტივები და მოლოდინები აქვს ფედერალურ რეზერვს მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე ეკონომიკურ ზრდასთან და ინფლაციასთან დაკავშირებით სიახლეებს შევიტყობთ ევროკავშირის მხრიდან, რომლის წამყვანმა სახელმწიფოებმა
მაკროეკონომიკური მონაცემები უნდა განაახლონ. ამასთან მომავალი კვირა განსაკუთრებით საინტერესო კორპორაციული სექტორისთვის იქნება, რადგან პლანეტის უმსხვილესმა კომპანიებმა თავიანთი ფინანსური შედეგები უნდა წარმოადგინონ, მათ შორის იქნებიან Delta Airlines, Levi Strauss და აგრეთვე Conagra Brands. აი ესეთი იყო 4 ივლისის საქმიანი საღამო. ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ ელოდება თელარა გელანდიას საავტორო გადაცემა. წერტილი ჩვენ კი ორშაბათამდე გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.